საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მინდა დღეს ჩავწერო ერთი ვიდეო ერთ თურქ ქალბატონზე, რომელიც გახდა თურქების თაღლითობის მსხვერპლი. კერძოდ კი ერთი პიროვნების სახელად ლეონი. ქალბატონი სევიმი გათხოვილი იყო გერმანიაში. მას გერმანიაში მეუღლე დაეღუპა 51 წლის ასაკში, დარჩა მას ორი ბიჭი და რა თქმა უნდა დიდძალი ქონება დარჩა მეუღლისაგან. 2021 წელს მან გადაწყვიტა ჩამოსულიყო თურქეთში დასასვენებლად, კერძოდ ანტალიაში, დედასთან და მცირეწლოვან ბიჭთან ერთად. იქ მას გაეცნო ერთი თურქი მოქალაქე, რომელიც იმავე სასტუმროში მუშაობდა, სადაც ეს ისვენებდა და არ მისცა მას საშუალება, თან დასდებდა ყველა ნაბიჯზე და იქამდე ბოლოს და ბოლოს მიაღწია, რომ ამ ქალის გული მოინადირა. ქალს იმდენად შეუყვარდა ეს პიროვნება, რომ დაუფიქრებლად ენდო მას. 2 კვირას დასვენების შემდეგ ქალბატონი ბრუნდება გერმანიაში და იქიდან განაგრძობენ ესენი ინტერნეტის საშუალებით ერთმანეთთან ურთიერთობას. ბიჭი მას ეუბნება. ბიჭი ამ დროს არის 51 წლის, ხოლო ქალბატონი ბრძანდება 51 წლის, მაგრამ ქალბატონი არის ძალიან ლამაზი ქალბატონი, ძალიან სანდომიანი ქალბატონი. და აჯერებს მას, რომ მან გაყიდოს გერმანიაში მთელი თავისი ქონება და ჩამოვიდეს საცხოვრებლად თურქეთში და ისინი ერთ ოჯახად იცხოვრებენ. რა თქმა უნდა, ქალბატონი იმდენად შეუყვარდა ეს პიროვნება, რომ გადაწყვეტს, რომ გაყიდოს იქ თავისი ქონება და ამ ქონებას ევროების სახით უგზავნის ამ პიროვნებას თურქეთში. თურქეთში ეს ბიჭი ამ ევროებით ყიდულობს 2 სართულიან სახლს, უშველებელ სახლს, ყიდულობს ავტომობილს, რა თქმა უნდა, ვიცით ავტომობილი რა ძვირიც არის და ყიდულობს ავტომობილს და კიდე იღებს რაღაცა, რა ქვია, ბიზნესს აკეთებს. მთლიანობაში ამ ქალბატონმა, როგორც ამბობს, 8 მილიონის თანხა გადმოუგზავნა მას ევროებით, მაგრამ თურქულ ფულში რომ გადავიყვნოთ, არის სადღაცას 8 მილიონი. ამის შემდეგ განაგრძეს მათ იქირავეს მათ ბინა, განაგრძობდნენ მან ისინი ცხოვრებად, როგორც ერთი ოჯახი. მაგრამ ხელს ვერ აწერდნენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხელის მოწერა იმიტომ არ მოხდა, რომ ქალბატონს, რომელსაც ქმარი ყავდა გარდაცვლილი, ეძლეოდა დახმარებას გერმანიიდან და ხელი რომ მოეწერათ, რა თქმა უნდა ამ დახმარებასაც ვერ აიღებდა. მიუხედავად ამისა, 2 წლის თანაცხოვრების შემდეგ ამ კაცმა დაიწყო ამ ქალზე ძალადობა. ეს ქალბატონი იძულებული გახდა, რომ მოეთხოვა მისთვის, რომ დაშორებოდა მას და უნდა ცალკე წასულიყო და სთხოვა, რომ თავისი ფული ყველაფერი უკან დაებრუნებინა. იმ ფულით, როგორც მეკითხარით, რაც ამ ქალბატონმა გადმოუგზავნა მას გერმანიიდან, რაც უძრავი ქონება იყიდა ამ თურქმა მოქალაქემ, ყველაფერი გადაიბრუნა თავის სახელზე. იმიტომ რომ ქალბატონს ეუბნებოდა, რომ თვითონ არის უცხოელი და თუ მასზე გაფრუმდებოდა ეს ქონება, ძალიან დიდი გადასახადების გადახდა მოუწევდათ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასე ეუბნებოდა, რომ თვითონ რახამს თურქეთის მოქალაქეა, მასზე იმდენი გადასახადები არ იქნებოდა და ყველაფერი ამიტომ აქვს თავის სახელზე გადაფორმებული. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ქალი მიხვდა, რომ ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა და მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა და მოსთხოვა კაც, რა ქვია, ფული უკან თავისი ფული უკან მოითხოვა და ეუბნებოდა, რომ რაღაც ნაწილს, რა თქმა უნდა, დაუტოვებდა, რახამც 2 წელიწადი მათ ერთად იცხოვრეს, მაგრამ პიროვნება, რა თქმა უნდა, როდესაც თაღლითია, რა თქმა უნდა, ამ ქალს ფულს, რა თქმა უნდა, არ დაუბრუნებდა. მან რაღაც ამ 8 მილიონიდან რაღაცა 2 მილიონი ძლივობით შეაკოწია ამ ქალმა და წაართვა ამ პიროვნებას და დანარჩენი ფული ეუბნება, რომ მას არც ერთ კაპიკს არ დაუბრუნებს ამ ფულიდან, იმიტომ რომ ვერ დაუმტკიცებს, რომ ეს ფული თვითონ, რა თქმა უნდა, ამ ქალისგან ჰქონდა აღებული. ამ ქალს ისეთნაირად ჰქონდა ეს ფული გადმოგზავნილი, არ ვიცი, არანაირი საბუთები, არანაირი ხელწერილი და არაფერი არ აქვს და მთელი ქონება ამბიცია გაფორმებული, რომ სასამართლოებში ვერაფერს ვერ ამტკიცებს. ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა მოსულიყო სატელევიზიო პროგრამაში, როგორც ვიცით, ყველამ კარგად ვიცნობ მუგე ანლს, მოვიდა მასთან პროგრამაში, აუხსნა მას თავისი მდგომარეობა, ყველაფერი, მაგრამ მუგე
ანლი ეუბნება რომ მას ძალიან დიდი შეცდომა აქვს დაშვებული, მას ხელის ჩასაჭიდიც არაფერი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცს ეს ქონება ან ასესხა ან რაღაცა, არანაირი ჩასაჭიდი არ აქვს და ეუბნება მუგე ანლო რომ ერთადერთი შეუძლია ფულის უკან აღება იმ შემთხვევაში თუ ამ პიროვნებამ ამ თაღლითმა თავისი ზურვილით დაუბრუნა ეს ფული. სხვა შემთხვევაში ძალიან საეჭვოა რომ ამ ქალმა ეს ფული დაიბრუნოს. მუგე ანლ ყველა პროგრამაში ამბობს და ყველა ქალბატონებს მიმართავს რომ ძალიან ხშირია ესეთი თაღლითობა თურქეთში, რომ განსაკუთრებით მდიდარ ქალებს, რომლებსაც ან მეუღლები ყავთ გარდაცვლილი, ან მარტო ხელები არიან და არიან შეძლებულები, მაგათ განსაკუთრებით დასწრებენ თურქი თაღლითები, რომ თავი ზოგი რა თქმა უნდა უფრო ისე რომ თავი შეაყვარონ, თითქოს უყვარდა მასთან დაუჯახება უნდა, ზოგი ქორწინდება კიდეც იმის გამო რომ ეს ფული როგორღაც გადმოსცალოს და გამოსცალოს. და ამიტომ ყველას აფრთხილებს და ამბობს კიდეც რომ ქალბატონები იყავით ძალიან ფრთხილად, ვისაც ცოტა რამე დანაზოგი გაქვთ ამ თაღლითების მსხვერპლი გახდებითო. მეც ძალიან შემეცოდა ეს ქალბატონი სახელად სევიმი, ძალიან სანდომიანი, ძალიან თბილი და ძალიან ესეთი თამდაბალი ქალბატონია და ძალიან შემეცოდა რომ ასეთი რა ქვია თურქი თაღლითის მსხვერპლი გახდა. ძალიან უთანაგრძობ მას. ამიტომ ყველა ქალები ძალიან ყურადღებით და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, თაღლითი არა მარტო გამხრივ, სხვადასხვანაირად შეიძლება რა ქვია შეხვდნენ, არა აქვს მნიშვნელობა მაინც და მაინც დაქორწინების მხრივ არა შეიძლება, ყველა მხრიდან შეიძლება რომ გაგვაცურონ ხან ტელეფონით გამოგვიგზავნო რაღაცა არის ეს აქ ყველა ნაბიჯზე თურქეთში ხდება ესეთი რაღაცები, სულ თაღლითობაზე აქვს თვალი დადენილი, ხან ტელეფონზე კი რეკავენ რომ რაღაცა ვალი გაქვს გადასახდელი, ხან რაღაცა ტერორისტებთან გაქვს ურთიერთობა და იმიტომ თუ ამ ფულს არ გადაიხდი, ჩემს ქალბატონს იმდენჯერ ურეკამე, რა ვიცი, დღე არ გადის რომ არ ცდილობდნენ მის რა ქვია დატერორებას, რომ ეუბნებიან რომ აი შენ ამდენი ვალი გაქვს გადასახდელი, მაგრამ ახლა მე რა თქმა უნდა უკვე ვიცი რომ ეს არის ყველაფერი თაღლითური სქემები და ვეუბნები რომ სხვაგან მოხდით, კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენთან ასეთი რამეები არ არსებობს და სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენთან აღარ დარეკოთ, ვეუბნები, როცა ხვდებიან უკვე რომ შენ ხვდები, ყოველ წუთში რა თქმა უნდა არ გირეკავენ, მაგრამ თუ არ გავა რომ მაინც არ შეგახსენონ თავი და არ დაგირეკონ ამ თაღლითებმა. კარგად ბრძანდებოდეთ.